მოგესალმებით მეგობრებო ყველას, დავბრუნდით, ძალიან დიდი ხანი ვიდეო არ გადამიღია, სადღაც ერთი კვირა ვიდეო არ გადამიღია და ისევ დავბრუნდით ჩვენ Manchester United-ის კარიერით. მოკლედ, ეხლა არის მეოთხე ეპიზოდი და სანამ ამ მეოთხე ეპიზოდში ვიდეოს გადაღებას დავიწყებთ, თხოვნა რომ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო. როგორც იცით, ჩვენ ორ კვირაში ვიყავით 15 გამომწერზე. ჩელენჯის დასრულებამდე დარჩა უკვე 5 დღე, მეგობრებო, 5 დღე დარჩა ჩელენჯის დასრულებამდე. ჩვენ ვართ 15 გამომწერზე, რაც ძალიან კარგია. და მოკლედ, ახლა უნდა გამოიწეროთ არხი, სანამ ვიდეოს დავიწყებთ. გელოდებით. გამოიწერეთ არხი. გამოიწერეთ, მაშინ დავიწყოთ. მოკლედ, ესე იგი, ჩვენი გუნდი, ესე ვთქვათ, ძალიან კარგი ფორმაშია იმისათვის, რომ პორტოს ვეთამაშოთ ევროპა ლიგამ. დღეს ძალიან კარგი მატჩები გელოდებათ. პორტო, ბრაიტონი, ზაგრები, კრისტალ პალასი და საუთჰემპტონი. ამ 5 თამაშს ჩავატარებთ მეგობრებო დღეს ჩვენ და მოდი დავიწყოთ ეგრევე პორტოსთან თამაში. კარგი გუნდია სხვათა შორის მეგობრებო, პორტო მე პირველი შანსი უკვე დიეგო დალოტი. მეცი რონალდო 1-0 უკვე. Cristiano Ronaldo. და გაიტანა გოლი. უკვე 2-0 მეგობრებო, პორტოს. შე მარტივია პორტო. ეს 3-0 მეხუთე წუთზე. პირველივე შანსი პორტოს პრობლემა გამოიყენეს. ეს შანსი. 3 მოვიდეთ, რაც ძალიან კარგია. ერთი მათის დილიხთ მას გაიტანეს. მეგობრებო, თხოვნა რომ რა თქმა უნდა გამოიწეროთ არხი. ისე არ ვიდეოს არ უყუროთ, ისე გამოიწეროთ, დაბლა თეთრად როა, ეხლა თეთრადაა. რონალდო დააკრა. პირველი ტაიმი დასრულდა მეგობრებო 4-0. მანაგერებს სადღაც 6-0 მაინც რომ მოვიგოთ პორტოს. თუ არ იყო შანსები, ვაგნახოთ გომეზი. თან მარტივად დელიხტა. ესე დელიხტი ამპას. რო ვიყიდეთ მატის დელიხტი. ჰეტრიკი გაიფორმა კრისტიანომ და უკვე ჩვენ პირველ ადგილზე ვართ ჯგუფურ ეტაპში. შემდეგი თამაში მეგობრებო ბრაიტონთან გვაქვს. უკვე მოდი დავიწყოთ ბანემ ეს თამაში კვარცხელია თამაშობს. კვარცხელია არ თამაშობს. დავიწყოთ. პირველი შანსი უკვე აქვს ბრაიტონს და მინკეჰმა გაგვიტანა გოლი. რაც ძალიან ცუდია. მაგრამ აქ გავათანაბრეთ. აქ არის უკვე 1-1. კარგი დასაწყისში ახლა თავი არ გამიტანა გოლი. მოიშორაბურთი აქ ჩემმა ფეხბურთელმა. ჩაწოდება უგარტე რატო თამაშობს? შეტევაში არ შეიძლება ესე. რას ვიზამთ, რონალდოს შემცვლელი უნდა. და იმასაც კიდე ხუჩას. ის ხო ყავს ბარხუზე.
წაწოდება. ხო, უგარტე აქ გაიტანა გოლი. უგარტემ გაიტანა გოლი. და გავედით წინ უკვე. მეგობრებო, აქ შევახსენებთ, რომ 5 დღეში მთავრდება ეს ჩვენი ორკვირიანი ჩელენჯი და ამ 5 დღეში როგორმე უნდა ავიდეთ 15 გამომწერზე აქ რანაირად ავაცილე 5 ტას. მაგრამ არა ვაგზავნებთ. ნიტომა შემოიარა მთლიანი 100 მეტრიანი სტადიონი. აქ პირველი ტაიმიდან დასრულდა ჯერ 2-1 ვიგებთ. ბრაიტონი როგორც ჩანს ფორმაშია. კვარტელი შემოყავთ იუროს ნაცვლად და ეხლა უფრო მეტ გოლს გავიტანთ. სწორედ ბურთით არის კაზემირო. საწახვედი რონალდო. აი საწავიდა კრისტიანო რონალდოს ხო უნდა გამეკეთებინა. ხა გამიტანს ბრაიტონი და საერთოდ გეიმინესაც შეაგდებს. არა. აქ 3-1 გავხდით უკვე ესე არ დავტოვებთ. 3-1 ზირკზემ გაიტანა გოლი. ზირკზემაც გაიტანა გოლი. უკვე ანგარიშგახდა 3-1 აქ კარგად თამაშობს დორტმუნდი და მოვიდეთ მეგობრებო 3-1. ესეც ძალიან ადვილი მოგება. პირველ ადგილზე ვართ სხვათა შორის. Manchester City მეორე, Chelsea მესამე და მეოთხეზე Aston Villa. და მგონი Aston Villa გავა ჩემპიონთა ლიგაზე. Arsenal კი ევროპაზე, Newcastle კი კონფერენს ლიგაზე. მოკლედ, great news. ესე მოდი შევცვალოთ და შემდეგი თამაში გვაქვს მეგობრებო. ვისთან, რა თქმა უნდა. ჩვენ გვაქვს მეგობრებო, ხო, დინამო ზაგრებთან. იქ რაღაც უნდა შემოწმებინა. მე კარი არ არის გადმოსული ამიტომ. ერთი მცველი, ხო, ორი მცველი ყავს და აი გადმოვიდეს ბაიანდირი, უნანა რომ დაიტრამოს. არ დაიტრამება, მაგრამ უნანა რომ მაინც დაიტრამოს, შემცველი ხო უნდა ჰყავდეს. ბოლოს დორგუს ხო არ ჩავაყენებთ კარში. კან. მოკლედ, შევცვალეთ უკვე. ხო, მეგობრებო. მე ვთქვი, რომ კაზემირო დავაბრუნოთ მეთქი და შემთხვევით დავაბრუნეთ კი არა, თურმე ყოფილა უკვე გუნდში. და დავიწყებია. ხო, ამიტომ ხა სხვა რაღაცაზე ვიფიქროთ. კაი, მოკლედ, რამოს 4 მილიონიო. ხო, ჩვენზე უკეთესი შელები ყავს. არა, ჩვენაი. მაგრამ ხა ევროპულ გუნდებში რამოს თუ უნდა დავაბრუნოთ რამოსი? კარგით, მეგობრებო. არ ვიცი, შეიძლება ვერა. ამას შემდეგ ეპიზოდში დაიგებთ. ახლა კი მოდი დავალაგოთ გუნდი წესივრად. შემოვიყვანოთ ბარხუიზენი. ყვარა შემცვლელად. ასორა. წამო მეგობრებო, შემდეგი თამაში ევროპა ლიგა. დინამო ზაგრები. ხორვატიის გუნდი. თურქი პრემიერლიგა. ინგლისური კლუბი. Manchester United-ს უკვე აქვს შანსი, დიეგო დაიტანს ავტოგოლი ტორენტე ვიღაც. დინამო ზაგრების მცველი. მე-5 წუთზე უკვე გავხსენთ ანგარიში. აქ დინამო ზაგრებს აქვს შანსი. კარგად სავაშობს ჩემი მცველი. აქ შემდეგი შესაძლოა მეგობრებო უკვე დიეგო დალოტი და აქ რესმოს ჰოილუნდი გაიტანს გოლს. ხო, ყვარა არ ჩანს რაღაც.
თქვი კვარა არ ჩანს და ეგრევე კვარა მიიღო perfect timing და კვარამაც გაიტანა გოლი. აი ზუსტად ეგ უნდა მეცქვა რომ კვარა არ ჩანს მე თამაში და თან გოლიც არ გაუტანია მე და აი ზუსტად დაემთხვა. აკუზო დიეგო Federico Chiesa Ronaldo Modric რესტარტი ეს მართლაცილი დარტყმა იყო 4-0 გაფანატურეთ დინამო ზაგრები როგორც და კაზემიროს გაიტანა გოლი. კაზემირო ძალიან ბევრი გუნდში თავშობდა კაზემიროს რეალი ეხლა მანჩესტერი ასე შემდეგ გუნდში თავშობდა კაზემირო 5 თამაშს პირველ ტაიმში ძალიან სასხარული აქვს ზაგრებს და ონანა მოგებულა აი მე კარიერა ეს აუხსნელი გოლია ვერ ამიახსნის ამ გოლს რანაირად გავიდა მაგრამ 6-0 მოვიდეთ მეგობრებო 6-0 ხვიჩამას გაიტანა და მატჩში საუკეთესო ფეხბურთელი კი გახდა ხვიჩა. აქ კრისტიანო რონალდო დგას პირველ ადგილას 8 გოლით. რაც ძალიან კაია. მოკლედ მეგობრებო ამ ეპიზოდში დაგვრჩა სულ რაღაც 2 თამაში. აქ შევამოწმოთ ჩვენი გუნდი. ხვიჩა ითამაშებს ბოლოს წინა თამაშს. Ronaldo რაქნას. ძალიან ბევრი ფეხბურთელი ყავს. მეგობრებო ჩვენ Diego Dalotიც კი. კარგით მოკლედ ახლა მეგობრებო დაგიბრუნებით. დაგიბრუნდით ვერანაირად ვერ შევცვალე ეს შემტევი ერიქსენი. ტოვებთ ესე და შემდეგ თამაშობთ კრისტალ პალასთან. მოკლედ მეგობრებო დავიწყეთ თამაში. მატჩი მე-20 წუთია და ჯერ შანსი არ ყოფილა. პირველ ტაიმით შეიძლება ასტანთოდეს. აქ პირველი შანსი უკვე Manchester United-ს მიჩვენ. Eriksen მეტი. აი ახლა აი და ჩემი გოლია, ვერაფერი ვერ გააკეთა. სარმაზრაული. აი მიერება. მე კარეგრები გამოდის და ვერაფერს ვეღარ და Eriksen-ი მაგრამ მაინც გაიტანა გოლი. შეიძლება გაიტანა უკვე 1-0 პირველ ტაიმში. გავატანთ გოლი. ხოჭა უნდა გაიტანოს შანსი არა. ხოჭა ყველა ცხოველია მას გაიტანა გოლი. უკვე ამ სერიაში დუბლი. თამაში არა ზოგადად სერიაში. დაბლოკა. ვიცოდი რომ ამას დაბლოკავდა. ხალხ. ჩვენი მსველი აქ ვეღარანაირი შანსი აღარ აქვს. Crystal Palace. ესეთი მაგარი ჯარიმაც გავიტანოთ, აზრი აღარ აქვს. პენალტიც რო დაარტყეს Crystal Palace-მა, აზრი აღარ აქვს. მოგებულია ეს თამაში. 3-0 მოვიგეთ, დიახ. 3-0 შევძელით აქ 0-0 დაასრულა ლივერპულმა. რაქნას იტიმება. Steam 3-0 მოიგო მაინც. ლივერპული კი მე მგონი მაშინ ადგილზეა. წინა სერიაში მგონი იყო აქ ძალიან იმაზე. უგარტე გჭირდება? სათხარ უგარტე? მგონი უგარტე არ გჭირდება.
ხო, უგარტი არ გვჭირდება, იმიტომ ძალიან მეორე ნახევარწრიული ყავს ვახ ტელეფონიდან მოვარდა. ხო, ამიტომ ჯობია რომ გავატანოთ ხლა ჩვენ Real Betis. კაი. გავატანოთ ხლა Betis. და ფულით გავაკეთეთ მეგობრებო, გავყიდეთ უგარტე. ძალიან კაია. და სერიის ბოლო თამაშიც დაგვრჩა მეგობრებო, ჩვენ ეს არის Southampton. და შემდეგი სერია ძალიან მაგარი გელოდებათ. აი მართ, ძალიან მაგარი და ძალიან დიდხნიანი სერია გამოვა მეგობრებო შემდეგი ეპიზოდი. ახლა კი რაც შეეხება ამ თამაშს, თქმა უნდა, კიეზე შემოვიდეს ჰოილუნდი, შემოვიდეს რონალდუ. გიგონება ძალიან კაი წყობა გვაქვს, თან ცუდი წყობა გვაქვსო. მაგრამ რა შევიზამთ. აქ კაზემირო შემოვა მაუნტის ნაცვლად და გონი კარგად გავართ ესე როგორც ვართ. თადერთი რონალდო ითამაშებს ბოლომდე. აი დავიწყოთ მეგობრებო, წავითამაშოთ Southampton-თან თამაშიც. აქ ხუჩა. ასისტი. შემოერი ასისტი ხუჩა ყოველთვის ხელია სიმენა. აი ჩვენ ვიცით, ყველამ ვიცით, მოვიგებთ. ოღონდ მეორე ასისტი, დუბლი რონალდოში, დუბლი ასისტით ხუჩა კვარტლიაში. 2-0 ანგარიში. აქ 3-0. ოკეი. 3-0 მეგობრებო. ხუჩა. რა თქმა უნდა ბოლომდე წაიღებს გაასწრებს ყველას და ყველაფერს. მესამე ასისტსაც მიწევს. ხუჩა. და ხუჩა რონალდო. ეს ორი ფეხბურთელია ერთად და აი ყველაფერს მოვიგებთ რა, ყველაფერს. იყო ძალიან დიდი ანგარიში თვითებს თან პირველ ტაიმში. 5-0. რონალდო სპორტერი ხო? ვახ. რა დაცვა იყო. ძალიან კარგად სამაძრად ჩემმა მცველმა და სამწუხაროდ ლენი იორო ტრავმა მიიღო. შეცვლის დელიხტს. სოთქები მაგვაიერის ამაშობს. რატო? კაი ხო. აქ ჯობია გარნაჩოც შემოვიდეს კობი მეინუს ნაცვლად. მარტის დელიხტი და მეინუ. აქ რონალდო გონი პოკერი. ერთ ხუჩას გოლი გვინდა. აქ ჩვენმა მოწინააღმდეგემ მათ დელიხტს გაარტყა ბურთი. აქ რონალდო პენტატრიკს იფორმებს თუ რა არის 5 გოლი მგონი. 7-0 ვიგებთ. ეს საერთოდ შემიძლია. და მოვიდეთ 7-0 რონალდომ 7 გოლი გაიტანა. ბიჭო. და 10-0 ვაიმე. აი თუ გინდათ მეგობრებო ესეთი სერიის დასასრული. იორო დაიტრაუმა, მაგრამ არ აღწევს. შემდეგი სერია ყვა ძალიან დიდხნიანი გამოვა. ზუსტად ვიცი. მოკლედ ამ ჩელენჯის დასრულებამდე დარჩა 5 დღე. 5 დღეში უნდა მოვახერხოთ 20 გამომწერზე რომ ავიდეთ და თხოვნა რომ გამოიწერთ არხი მეგობრებო 20 გამომწერზე უკვე ძალიან მაგარ ვიდეოებს შემოგთავაზებთ. აი უბრალოდ
გაგიჟდებით ისეთ მაგარ ვიდეოს შემოგთავაზებთ. გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო. შემდეგი სერია გელოდებათ ძალიან დიდხნიანი, ძალიან ბომბა ვიდეო და ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.